მოგესალმებით და მივესალმებით ტელემაყურებელს. რაც შეეხება ურთიერთობას ჩინეთთან, ცხადია, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები არის ჩვეულებრივად ყველა სახელმწიფოს დღის წესრიგში და ბევრ სახელმწიფოს აქვს ჩინეთთან ასეთი ურთიერთობა, მაგრამ აქ პრობლემა არის სხვა საკითხი. პრობლემა არის იმაში, რომ როდესაც შეჩერებულია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, შეჩერებულია სტრატეგიული პარტნიორობა დიდ ბრიტანეთთან, რომელიც თავის მხრივ არ არის ევროკავშირის წევრი, გაძაბულია და ვთქვათ პრობლემურია ურთიერთობა ევროკავშირთან. ამ ფონზე თან როდესაც შენ გაქვს საქართველოს კონსტიტუციაში 78 მუხლი, რომელიც არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, რომელიც ავალდებულებს ყველა კონსტიტუციურ ორგანოს თავის უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ღონე იხმარონ იმისათვის, რომ გავწევრიანდეთ ევროპის კავშირში და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში და ამ დროს პრობლემაა შემდეგში, რომ ჩანაცვლება ხდება. ჩანაცვლებაა პრობლემა, თორე ის, რომ ჩინეთთან უნდა გქონდეს პარტნიორული ურთიერთობები, სავაჭრო ურთიერთობები, ეკონომიკური ურთიერთობები და ჩინეთის წვლილი და მნიშვნელობა ძალიან დიდი არის შუა დერეფნის მიმართულებით, ამაზე არავინ არ დავობს. ჩვენც რომ ვიყოთ ხელისუფლებაში, ცხადია გვექნებოდა ეს პარტნიორული ურთიერთობები, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი 10 წლეულების პარტნიორი ქვეყნების მთავარი მოკავშირეების ჩანაცვლების ხარჯზე. ანა ნაცვლიშვილი იყო ჩვენი წინა სტუმარი, რომელიც ამბობდა, რომ უბრალოდ შეუთავსებელია ერთდროულად შეერთებულ შტატებთან და ჩინეთთან პარტნიორობა. თქვენ ჩანაცვლება ახსენეთ, ასე ის რომ მოახერხოს ხელისუფლებამ თქვათ იქ აღდგენა, ეს შეთავსებადი შეიძლება იყოს. ეცეთ როგორი სიტუაცია არის? შეთავსება როგორ გამოვა, როდესაც 2 დღის წინ კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში გავიდა ხომ, თან ორპარტიული მხარდაჭერით ერთხმად გავიდა უკვე თავდაცვის ავტორიზაციის აქტი 2027 წლის ფისკალური ბიუჯეტის ნაწილი, სადაც პირდაპირ საქართველოს მიმართულებით წერია, რა თქმა უნდა, სენატის ეტაპის გასავლელი აქვს, მაგრამ წერია, რომ საქართველოსთან დაკავშირებით უნდა შემუშავდეს 5 წლიანი სტრატეგია და ამავდროულად უნდა დაიწეროს ანგარიში და ანგარიშის მიმართულებით პირდაპირ წერია, რომ რუსული და ჩინური ეს აბლაბუდას ქსელი უსაფრთხოების სექტორში მათი რაღაც ჯაშუშების და საჯაშუშო ქსელის ინფილტრაციის და აი ეს მომენტები არის ჩადებული და ამ დროს გამოდის ხო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლობა და ამბობს, რომ პრობლემატურია ანაკლიის მიმართულებით ჩინეთის ინვესტიცია. ამას მხოლოდ ტრამპის ადმინისტრაცია ხო არ ამბობს, ამას ამბობდა მაიკ პენსი თავის დროზე, ამბობდა პომპეო, შემდეგ უკვე 2 პრემიერი იყო, წინა პრემიერები და მათთან შეხვედრის დროს და ორმხრივ ფორმატში, როდესაც იდგენ ბრიფინგებზე თქვეს ამის შესახებ. აი ეს არის შეუთავსებელი და ამას გარდა ეხლა მე დღეს ვაკურდებოდი ციფრებს, ხო თავიდან ჩვენ როდესაც საქართველოს პარლამენტში ვიყავით და როდესაც გაფორმდა 2023 წელს სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, მაშინათვე ვთქვით, რომ ტექსტი არის აბსოლუტურად ასიმეტრიული. ასიმეტრიული იყო იმ თვალსაზრისით, რომ თავიდანვე იწყებოდა ერთიანი ჩინეთის პრინციპის პატივისცემით და აქ საქართველოს ნაწილი არ იყო ნახსენები. შემდეგ საერთოდ გავიგეთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან საერთოდ ტექსტი არ იყო გავლილი, ანუ საქართველოს ეროვნული ინტერესების ნაწილი არ იყო ასახული ამ ტექსტში. ამას რა თქმა უნდა წინ უძღოდა 2018 წელს დადებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რაც თავის მხრივ არის ბენეფიტი ბიზნესმენებისათვის, ხომ? იქ ხდება რეგულაციების მოხსნა, სხვადასხვა სახის შეღავათების დაწესება, საბაჟო რაღაც გადასახადები. ამიტომ ამ კრიტერიუმით თუ მიუდგებოდით, ახლა უნდა იყოს რაღაცა დიდი ინვესტიციების შემოდინება ჩინეთიდან, მაგრამ ავიღე ხა მაჩვენებლები 2019 წლიდან 2025 წლის ჩათვლით. 2025 წელს ინვესტიცია ჩინეთიდან შემოსულია მხოლოდ 32.7 ამერიკის შეერთებული შტატების აშშ დოლარი, ხო? ესეთი ინვესტიცია ერთი სასტუმროს გახსნის დროს იდება ხოლმე საქართველოში. თენგოთელზე ამბობდა, რომ ნულიაო ინვესტიცია, ანუ ეს თქვათ სავაჭრო ურთიერთობები არის, მაგრამ ინვესტიციის დონეზე უფრო მეტსაც გეტყვით, 2024 წელს იყო 6 მილიონი, 2023 წელს იყო 98, ახლა ვამგვალებ 2022 წელს იყო 53, 2020-ში და 2021-ში იყო პრობლემა, რადგანაც იყო -35 და -27 მილიონი. ეს გასაგებია, რომ არის ინვესტიციების უარყოფითი მაჩვენებელი და წესით ნიშნავს, რომ გადინება არის ან ზარალის რეინვესტიცირება, მაგრამ აქ შეიძლება ასახული ყოფილიყო COVID პანდემიის ეფექტი, მაგრამ
COVID პანდემიის შემდეგ 2021 წლიდან არ არის ეს ინვესტიციები შემოსული. თუ პრობლემაა ინვესტიციების მიმართულებით, თუ პრობლემა არის უსაფრთხოების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიმართულებით და თქვენ ნახეთ ხომ გაეროს რეზოლუცია, რომელიც 68 თანასპონსორის მიერ იყო წარდგენილი, ტოლულთა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ტოლულთა სტატუსის და დაბრუნების შესახებ. და ვინ დაუჭირა მხარი? დაუჭირა მხარი, რა თქმა უნდა, იმ ქვეყნებმა, რომლებიც არიან ჩვენი მხარდამჭერები 107 ქვეყანამ. არ დაუჭირა მხარი 8 ქვეყანამ. თავი ვინ შეიკავა, თავი შეიკავა. ჩინეთმა თავი შეიკავა, ირანმა თავი შეიკავა, გაერთიანებულმა არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა და როდესაც აი ინვესტიციების მიმართულებით, უსაფრთხოების მიმართულებით, აი არანაირ მხარდაჭერას არ გრძნობთ და 2025 წელს მაგალითად ჩატარდა ჩინეთში აღლუმი მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებასთან დაკავშირებით და მიწვეული იყო 28 ქვეყანას მეთაური 26 უშუალოდ უმაღლესი წარმომადგენლობის აქაც კი არ იყო ქართული ოცნების წარმომადგენლობა მიწვეული და ანუ რაში გრძნობთ ჩვენ ამ პარტნიორობას და მეორე მხარეს გვყავს ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირის ქვეყნები, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს. შეიძლება არასერიოზულად არ ვიცი ამ შეკითხვის ასე დასმა რამდენად სწორია, მაგრამ ფეხები დაუბაკვირეს ამერიკის შეერთებულ შტატებს. მაგრამ გამაღიზიანებელი ფაქტორი, რომ თუ დროულად თქვათ ვერ დავლაგდებით, თქვათ ჩვენ შეგვიძლია ეს პარტნიორობა ავიყვანოთ სხვა ეტაპზე ჩინეთ ამ ტიპის ისიც რა არის მესმის რომ ქართულ ოცნებას ახლა ძალიან დიდი ანალიტიკური ტვინიც გამორჩეული არ არის ხელისუფლება, მაგრამ ფეხების ბაკუნი თავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელიც ყავდა აწლეულების განმავლობაში, რომელიც მუდმივად იცავს და იცავდა შენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, შენი ქვეყნის სუვერენიტეტს, რომლის ჯარებიც არ დგანან შენს ქვეყანაში, ხომ? და ოკუპირებული არ აქვთ შენი ქვეყნის ნაწილები, ამ ქვეყანასთან ამ ტონით საუბარი, იმ ტონით საუბარი, როგორც ელაპარაკებიან ევროკავშირს და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კაცო, კონსტიტუციური ვალდებულება აქვს. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას მართალია 2011 წელს არის ბოლო განახლება, მაგრამ იქაც ხო რა არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებითი დოკუმენტების ჩამონათვალი, ხო? ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობები ვისთან არის, რეგიონული პარტნიორები ვისთან არის? ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობ, რა თქმა უნდა, არ ვართ წინააღმდეგები ჩინეთთან იყოს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები შუადერეფრის განვითარების მიხედვით არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩინეთის ჩანაცვლების, ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა ქვეყნების ჩანაცვლების ხარჯზე რაღაც ყოვლის მომცველ პარტნიორობას აფორმებდეთ და სხვა ეტაპზე გადაგყავდეს ეს ჩინეთთან, ეს არის სახელმწიფოს ლანა, ხვალ ტექნიკური შეხვედრა იმართება ევროკომისიაში უვიზო მიმოსვლის თემასთან დაკავშირებით. პარალელურად ხვალ ასევე საინტერესოა, რომ თბილისში ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ლიდერების საქმე განახდა, გადმოიწია, გითხარით ამაზეც რამდენიმე სიტყვა. ასეთ ძალიან საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ყოველთვის ხდება აი ეს დამთხოვები. ნუ ცხადი ეს დამთხოვები არ არის, ეს არის სპეციალურად შექმნილი სიტუაცია, ხო? ერთის მხრივ, როდესაც საუბარია ევროკავშირში და საუბარია ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზე, მეორეს მხრივ აქ ხდება ფორსირება და 24-ში ჩანიშნული პროცესის ზუსტად 11-ში გადმოტანა, ამავდროულად გაფრთხილება იმისა, რომ აწი ხშირად ჩაინიშნება სასამართლო პროცესი, ეს რაღაც დადებითის მოლოდინს არ გიქმნის, ხომ? ყველაფერს ვარ შეჩვეული. არ არის იმ ტიპის ქცევის ჩამონათვალში, რომლის ჩვენ მით უმეტეს რომლებიც ვართ კორექტირებას ელოდებიან, როგორც მინიმუმ. ჩვენ 2019 წლიდან დაფუძნებიდან საზოგადოებრივი მოძრაობით და შემდეგ უკვე პარტიის მუდმივად ვართ ამ რეჟიმში, სასამართლოდან სასამართლოში სიარულის რეჟიმში. ახლაც აგრძელებენ იგივეს და მინდა ვუთხრა საზოგადოებას, ვინც ახლა ეკრანებთან ზის და გვყურებს, რომ აბსოლუტურად აი შეკერილი არის ის ბრალდება, რა ბრალდებითაც ხვალაც, აი უკვე დახურული ხო აქვს სასამართლო პროცესები. ამ პროცესზე უნდა გამოვცხადდეთ, რომელ საბოტაჟია ხალხო საუბარი. საბოტაჟი არ არის შენი ქვეყნის, როდესაც შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიდიხარ და სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობებს ასამარებ და
პირიქით ადამიანები, რომლებიც მუდმივად იყვნენ საქართველოს ეროვნული ინტერესების დამცველები, გამტარები, ბადრი ჯაფარიძე, აგერ საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციის, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერია ადამიანი, ეუბნებიან, რომ რაღაც აქციების დროს ჟესტიკულაციას იყენებდა, თვალს უკრავდა ვიღაცას, აი ამ დონეზე მიდის, აი ეს სასაცილო სიტუაცია, რაც იმ დარბაზში ხდება და ეს არის წარმოუდგენელი რამ, უფრო და უფრო გვაშორებენ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს და უფრო დაშორება ნიშნავს იზოლაციონიზმში, ქვეყნის ჩაგდებას. იზოლაციონიზმში რო ქვეყანას აყენებ, ეს იმას ნიშნავს, რომ დაუცველი ხარ იმ საფრთხეების წინაშე, რაც ამ ქვეყანას აქვს. კი, ჩვენი ქვეყანა არის ისეთი ქვეყანა, რომელსაც გეოპოლიტიკური მდებარეობით, სოფლიოში არსებული პოლიტიკური турბულენციის სიტუაციიდან გამომდინარე, ბევრი საგარეო რისკი, ბევრი საფრთხე აქვს და ამიტომაც ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანა უნდა იყოს ძლიერი პარტნიორების, ძლიერი მოკავშირეების შეძენა და არა ხიდების ჩაწვა ყველა იმ მეგობართან და ყველა იმ პარტნიორთან, რომელთანაც გვაშორებენ და ამის საპირწონედ დღეს და ფეხების ბაკუნით გამოსვლა და თქმა, რომ ჩინეთთან ურთიერთობა აყავთ ყოვლის მომცველი პარტნიორობის ეტაპზე, როდესაც იქიდან ვხედავთ, რომ ინვესტიციების ზრდა არ არის, ვხედავთ, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის აქტი არ არის განხორციელებული, ამავდროულად ვხედავთ, რომ პირიქით მათი მონაწილეობა ანაკლიის პროექტში პირდაპირ გვაშორებს იმ ამერიკულ ინტერესებს, რაც აქვს ტრამპის ადმინისტრაციას და ზოგადად რაც აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს და გარდა ამისა, შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამერიკული ინვესტიციით, დასავლური ინვესტიციებით, აი ამ დასავლური ქვეყნების ჩართულობით და ინვესტიციებით აშენდეს ანაკლიის პორტი და ქალაქი ანაკლია და ამ დროს გვესაუბრებიან საბოტაჟზე. თქვენ უწევდით საბოტაჟს საქართველოს განვითარებასო და განვითარებას ვინ უწევს საბოტაჟს, ვხედავთ იმ ხელმომწერი ადამიანებით, რომლებაც მხარი დაუჭირეს ჩვენი დევნილების დაბრუნებას აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში და ვნახეთ ვინ არ დაუჭირა მხარი იმ 8 ქვეყანამ და ვინ შეიკავა თავი იმ ადამიანებმა, რომლებთანაც სტრატეგიულ პარტნიორობებს აფორმებენ და აი ეს არის წარმოუდგენელი, თორემ კიდევ ერთხელ ვიტყვი, არავინ არ არის წინააღმდეგი ყველა ქვეყანასთან ურთიერთობის, არავინ არ არის წინააღმდეგი ჩინეთთან გქონდეს ურთიერთობა ეკონომიკური მიმართულებით, საბაჭრო მიმართულებით, შუადერფნის განვითარების მიმართულებით, მაგრამ ჩანაცვლება მოხდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, დიდ ბრიტანეთთან და ევროკავშირის ქვეყნებთან ჩვენი პარტნიორობის, ჩინეთთან გაფორმებული ყოვლის მომცველი სტრატეგიული პარტნიორობით, ეს არის წარმოუდგენელი და ის ტექსტიც, რაც თავიდან გაფორმდა 2023 წელს და ჩვენ მყისიერი რეაქცია გქონდა საქართველოს პარლამენტში, ის ტექსტი არ არის საქართველოს ეროვნულ ინტერესებში. ასიმეტრიული ტექსტია და ძალიან ბევრი რისკის შემცველი. დიდი მადლობა.